მშვიდობით კიდევ ერთხელ ზუსტად 11 საათზე დღის ახალ ამბებს გაგაცნობთ. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გავაზრებთ. მოგესალმებით. გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკისა და ირანის მოქალაქე ალირეზა საზეგარი დააკავეს. კალიფორნიის შტატის უმაღლეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით 2010 წლის 6 ივლისს ამ ბატონმა სემა მეუღლე თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დადგენილია, რომ ურთიერთშელაპარაკებისას მან მეუღლეს ხელფეხი შეუკრა, პირი აუკრა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჩაკეტა აბაზანაში. შემდეგ კი მოკლით დაემუქრა და ის მომხდარზე პოლიციაში განცხადების შემთხვევაში დამატებით ემუქრებოდა. მომდევნო დღეს საზეგარი მეუღლეს სახლის დატოვება აუგზავნა, ჩამოართვა პასპორტი, საკრედიტო ბარათები და გასაღები. მოგვიანებით ქალბატონს მისმა თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს და შეატყობინეს პოლიციას. ასევე დადგენილია, რომ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს 20 ფარული ვიდეოკამერა, რომლითაც ბატონის საზეგარი მეუღლეს სავარაუდოდ ტელეფონით უთვალთვალებდა. ბრალდებული უკვე ექსტრადირებულია და მალე წარსდგება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე. ეს შემთხვევა არის გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალადობას ირჩევს ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი დანაშაული ისჯება, თუნდაც ეს მოხდეს შემთხვევის ადგილიდან 11,000 კილომეტრის დაშორებით. ბრალდებულის დაკავება საქართველოში და მისი ექსტრადირება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავარ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო ასულების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ეფექტური კოორდინაციით და ამერიკულ მხარესთან სამაგალითო თანამშრომლობით. მადლობა. ეს ხო პირდაპირ ჩართვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც ისაუბრეს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას.